ეს უდიდესი დანაკარგია მთელი მართლმადიდებლური ეკლესიისთვის. ამ სიტყვებით აცნობა საზოგადოებას მიტროპოლიტმა შიომ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი 93 წლის ასაკში 17 მარტს საღამოს გარდაიცვალა. რამდენიმე საათთა დროის შინაგანი სისხლდენით კრიტიკულ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში გაუარესებული იყო. ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა. ქართველი ხალხი კი სამძიმარს იღებს როგორც საერთაშორისო პარტნიორებისგან, ისე სხვადასხვა რელიგიური კონფესიისგან. ეს იყო თანამედროვე მართლმადიდებლობის ღირსშესანიშნავი სახე და სარწმუნოების მტკიცე ამხსარებელი, რომელიც სიბრძნით უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას როგორც განსაცდელის, ასევე განახლების პერიოდში. რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებისა და მორწმუნეების სახელით უსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებს და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მისი მრავალწლიანი მსახურება რელიგიათა შორის პატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო. უსამძიმრებთ მართლმადიდებელ ეკლესიას, სამღვდელოებასა და საქართველოს მოსახლეობას. მისმა უწმინდესობამ განსაკუთრებული როლი შეასრულა ეროვნული იდენტობისა და სარწმუნოების შენარჩუნებაში და მორწმუნეთათვის ერთიანობის სიმბოლოდ დარჩა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას და მშვიდად განისვენოს მისმა სულმა. მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება ერის სულიერ მამად და რთულ დროს გადარჩენის სიმბოლოდ და მისმა უწმინდესობამ მშვიდად განისვენოს. გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ქართულ ხალხსა და ყველა ჩემს ქართველ მეგობარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო. მარადიული იყოს მისი ხსოვნა. მთელი ცხოვრების განმავლობაში მისი ერთგულება რწმენის, ერთიანობის, სულიერი სიმტკიცისა და ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისადმი წარუშლელ კვალს ტოვებს. ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი 1967 წლის შემდეგ იყო. აღსაყდრებიდან თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მას ეკლესიის წინამძღოლობა მოუწია ქვეყნისთვის არაერთ გარდამტეხ მომენტში. თავდაპირველად საბჭოთა პერიოდში, როდესაც რელიგია ფაქტობრივად აკრძალული იყო. შემდეგ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდში და უკვე დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, როდესაც საქართველომ არაერთი მძიმე პოლიტიკური თუ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა გადაიტანა. ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ მას ახალი კათოლიკოს პატრიარქის არჩევამდე მეუფე შიო მუჯილო ხელმძღვანელებს, რომელიც ილია მეორემ 2017 წლის 23 ნოემბერს თანამოსაყდრედ დაასახელა. სწორედ მან უნდა მოიწვიოს წმინდა სინოდი და საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ახალი პატრიარქის შესახებ.